ნორმალური ქრისტიანული ქვეყანაა, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, დიდი ქვეყანაა და ესეც უნდა იყოს. ჩვენ გვიყვირს რომ არ არის. რას დღეს არის? იქედან გამომდინარე წინა ადმინისტრაცია რა საშინელება იყო, როგორც თავისი ქვეყნისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. ეხლა ჩვენ რაღაც თითქოს გაკურებულები ვართ, რომ ტრამპმა დაიწყო რაღაცა ეროვნული ინტერესების დაცვა და გატარება, ეს ეროვნული ინტერესები. ანუ გადააწყო თავისი ტაქტიკა და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვალა, რომ აი ომებით კი არ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, რასაც უკრაინას გარიგებებით, კი ბატონო. უკრაინას უკეთებდნენ, რომ აი ახლა აქედან დაანახებდნენ. გამოგიყავით 100 მილიარდი. ახლა ჩვენ ეკონომიკაში ამას ჩავატრიალებთ და თქვენ გამოგიგზავნით ამის აქედან ხო რაღაცას გაუგზავნიდნენ. სინამდვილეში სხვა რაღაცა ხდებოდა, რომ ყველაფერს თავის ამითი შოულობდნენ ფულს, ამითი აძლიერებდნენ თავის ქვეყნის ეკონომიკას. დღეს და რაც შეეხება ყველაზე მთავარი რაც იყო, აცხადებდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სული არის ტრანსგენდერი. რაკაც ტრანსგენდერიზმი პირდაპირ გამოაცხადა. როდის თქვა კაცო? შობაზე თქვა თუ არა, მანამდე შობაზე. არა. მანამდეც ნათქვამი ქონდა მილიონჯერ დაფიქსირებული, მაგრამ მაგ დღეს კი არ აღდგომა კი არ მიულოცა ხალხს. გამოვიდა და ტრანსგენდერიზმის რაღაცა დღესასწაული მიულოცა აი ამ საზოგადოებას. ნუ წარმოიდგინეთ ახლა და ყველა ხო კარგად იცით რომ ეს ყველაფერი შესაბამისად მათი პოლიტიკა მერე გადმოედო ევროპას, ჩვეულებრივად ჩაყლაპა ევროპა და მერე ჩვენ გვიპირებდნენ რომ ჩვენც უნდა გადავეყლაპეთ და სულზე მოგვისწრო ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებმა, ხო ასე იყო რა. სხვანაირად შეიძლება ძალიან დიდხანს ვეღარ გაგვეძლოდა. არავის არ აწყობდა, ანუ ყველაფერთან ერთად ტრამპის ინტერესები რაც არის, ანუ მან გამოაცხადა რომ დღეს ტექნოლოგიები ხო გვერდით რატო ყავს კაცო ეს მილიარდელები, ეს ტექნომილიარდელები, ანუ სხვანაირად უნდა გადააწყონ თავიანთი ეკონომიკა და ამით უნდა გააძლიეროს ქვეყანა და არა იმით რომ სადღაც ომი აწარმოოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმითი ფულ. ეს არის ნორმალური განვითარება ქვეყნის და შესაბამისად მე მსოფლიოსის.